გუჯა ბურდული 75 წლის იუბილე 42 წელი კინემატოგრაფიაში 75-ზე მეტი ნათამაშები როლი ძალიან ლამაზი საღამო, ისეთი ლამაზი როგორი ადამიანებიც ახლად განან ჩემს გვერდით. ჩემთვის დიდი პატივია, რომ მე მანდეს ლევანდელი საღამოს წაყვანა. ძალიან ღელა, რატო ამაზე ვერ კიდე მოგიყვებით. ახლა კი მინდა უბრალოდ დადგმეთ აი ამ სილამაზით. პირველ რიგში ეს გახლავთ გუჯა ბურდული უცროს. ოფიციალურად. ასლა ბურდულები. ძალიან დიდი პოტენცი გიხდით რომ შეგაწყვეტეთ. მაგრამ უდიდეს მადლობას გიხდით იმისათვის რომ მოვზადეთ. ღმერთი გვალავდეთ. დიდი მადლობა, ხერხა გაგაცილებთ. ლოჟაში ბატონო გუჯა ბიჭებო გააცილებთ. დიდი მადლობა მინდა უთხრა მერს, თბილისის მერს, ბატონ დავით ნარმანიას, ძალიან დაგვეხმარა დღევანდელი საღამოს მოწყობაში, იმედი მაქვს აღზარდება. და თელხის თაელის თეატრს. ახლა პირველ რიგში ბატონ რობერტ სტურუას მაშასე ძირფასე მეგობრებო, დავიწყებთ ეს ლამაზი საღამო და ვეცადოთ ერთმანეთს სიამოვნება და სიხარული მივაუჭოთ. გუჯა. მე გუჯა არა ვარ. ბეღურების გადაფრენა. გუჯა. ქართული ფილმი. 1980 წელი. შენ გემნები რა შენ? რა კაფეყურები? დაიდი ხება ზიდირენა რა მოხდა მე? შეგადე, იქნეს ხო? არა ხედავ ჭერადრე. დაიწყე. მალე არის ხარ ბიჭო? ხალხი გჭირდებათ? გააჩნია ხალხს. ომი და სიყვარული. გუჯა. მაია ბურდული. 2000. ადამიანი ამფიბია. ბალთაზარი. მოსფილმი. 2004 წელი.
А Зури-то не дурак. Ему так выгодно. Не платить вам деньгами. А хорошего жемчуга здесь давно уже нет. Доброе утро, доченька. Да. Да. Ты пьян? С утра? Я пил, но не пьян. Почему ты все время пьешь? Это дыра. Кроме тебя меня здесь ничего не держит. Или почти ничего. А ты пьешь. Всю жизнь пьешь. Да. Шибко дурной ты начальник, чтобы Кика тебя поймать. დაივიწყა სიტყვა სიკვდილი. ახრიმი. Что вы уклоняетесь от ოდესის нашего дела? კინოსტუდია. 1978 წელი. Селяне дружно встают против большевиков. Смерть красным! Не надо. Хватит. Дзевალი. Адамანი. Таджик фильмы. 1983 წელი. Обменять тебя, девчонку, на бега. Ты все понял, начальник? Да. Так будет с девчонкой. И тебе не жить, если сегодня же ночью бег не уйдет от вас. Завхоз! Ты еще жив? Сука! Здравствуй, Амиран. Здравствуй, Гуджа. Как дела? Нормально. 6 თოვლიანი დღე. გუჯა. ქართული ფილმი. 1986 Это только с виду взрослый. Что сердце кровью обливается, это хорошо. В городе, конечно, лучше. Удобнее, теплее. И учить нас уму-разуму оттуда легче. Все правильно. Не бойся, малыш! Испугался? Немножко. Ну-ка, малыш, идем потанцуем с нами. Я не хочу, я не умею. Ну, пойдем. Ну-ка, девочки, помогайте. ჯარების შეკრების ადგილად ვალაშკერტის სანახები ბრძანა. მოქცევა. მეფე მირიანი. ქართული ფილმი. 1982 წელი. ქართლშიც მომრავლებულა ნავაზაკთა დასაჯელი ჯვარედინი ხით. ქართლში მრავალი ტომის ხალხი ცხოვრობს. ყველას ეძლევა უფლება იმოცოს თავისი ღმერთი. და ეკრძალება სხვისი ღვთაების შეურაცხყოფა. ვინც ამ წესს გადავა, ისჯება. დღეს ყველა კარგად ვიცით რა საღამოც არის თვითონ მეკუბრებო მე სამი ღამე არ ძინა საერთოდ პირველი შემთხვევა როდესაც ჩემი გაკეთებული საღამო არ არის ჩემი შექმნილი პროგრამა არ არის მე ასეთი პატივი ხვდა წილად ფუტულების ოჯახმა თხოვა წაყვანა და მანდო ესოდე საპატიო მისია დიდი მადლობა მათ ამისთვის და მე გითხრათ რომ ჩვენ კიდევ ხო შეგახსენებთ ზეიმობდუკა ლეგენდად ქცეული მსახიობის გუჯა ფუტულის 75 წლის დას.
ამაზე მე ფილმშია მონაწილეობა მიღებული. ახლა 80 ფილმში. მას არ უყვარს სცენა. თეატრში არასდროს უთამაშია, არ თეატრალური დაუმთავრებია და კინოშიც მოთხოვებით და შემთხვევით მოხდა. ყველა მიცით მეტაკლებად ეს ისტორია მან ძალიან მომწონს და მოკლედ ისევ შეგახსენებთ. საქმე ის იყო, რომ იღებდნენ ფილმს რეისი, პირველი რეისი უკანასკნელი და რეჟისორი იყო სომა გასპაროვი, მეგობარი ბატონი გუჯასი და ნუ ვერაფერ შეიტყვა ფილმში და ბოლოს დაუბრუნდა, რომ ხუთი ზაქარიაძე და კიდე რამდენიმე სახალხო არტისტია და შესვენება გვაქვს. სადილი უნდა ვადი რაღაცა დაუმასპინძლო და საჭმელი არ გვაქვს და რაღაცა მომიტანეს ჩქარაო და ეს რა თქმა უნდა ბატონი გუჯას საქმე იყო, გავარდა მომტანა ფანტასტიკური ფორმალელი და მიაწოდეს გიტარა ცხადია, რომ ერთ-ერთი უღერად უმღერეს სტუმრებსო და სიომას უთქვამს, რომ მაინც თვალთახვიჭული მღერისო ვერ დაინახავს, როგორ გადავიღებო და ჩუმად დადგა კამერა. და ესე გადაიღო, მერე მოხდა ფილმში, კი მე უჩხუბია და ძალიან გაუპროტესტებია სამალმა, რომ რა დროსი იყო და ასეთი ნაცვლობა ჰქონდა მას კინემატოგრაფში. ასევე იყო მეორე ფილმიც. და ცოტა მოგვიანებით უკვე შედგა მისი დებიუტი ქართულ ფილმში. და რა თქმა უნდა თემურ ბაბულანი რო არ ახსენებთ ამ შემთხვევაში შეუძლებელია ეს უდიდესი მსახიობი საერთაშორისო რანგის უკვე რა თქმა უნდა ძალიან დიდი ქართველი მსახიობი. პირველივე გამოჩენა ბეღურების გადაფრენაში ეს იყო დაუვიწყარი შთაბეჭდილება ყველა ჩვენგანისთვის და არა მარტო ეს მსოფლიოში განადგოლი ფილმია. კიდევ რამდენიმე ქართულ ფილმს შეგახსენებთ, ეს იყო შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი, მოცურავე, მოკვეთილი, ასევე უებრო სიყვარული და რა თქმა უნდა უძინართა მზე. და მოკლედ მე მინდა საქართველოს კინემატოგრაფისტთა სახელის სცენაზე მოვიხმო ბატონი თემურ ბაბულანი და კები დოლიძე. გამარჯობათ, რატომ და ქალბატონებო, გუჯა მოგესალმები საყვარელო. მე ბევრი რამ მაკავშირებს ბურდულების ოჯახთან, პირველ რიგში ინესა, იმიტომ რომ მამას ძალიან უყვარდა ინესა, ჩვენ რაღაცა ბავშვობიდან თითქოს აი ერთად მოვდივართ და რაღაცა პერიოდი იყო ინესა ჩვენ სახლშიც ათებდა ხოლმე ღამეს და ჩემი არაჩვეულებრივი ურთიერთობა მასთან გრძელდება მთელი ცხოვრება. გუჯა არის დიდი რაინდი. თემურ ბაბულანი, რომელიც მსახიობად კი დაიწყო მაშინ პირველ რიგში, მაგრამ არის დიდი ქართველი რეჟისორი პირველ რიგში. და ამიტომ ჩემთვის გუჯას აღმოჩენა მოხდა თემურ ბაბულანის ფილმებში. და მე მგონია რომ აი იქიდან დაწყებული ყველა მისი როლი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ აი განსაკუთრებით ის ფილმები, რომელშიც გუჯა და თემურის ტანდემი შედგა, ეს არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი. გუჯა ბურდული არის ქართული კინოს რაინდი. ეს არის ადამიანი, რაც იშვიათია ჩვენ პროფესიაში, ძალიან იშვიათი, სრულიად უშურველი. ამიტომ არის აი ასეთი ღვთისმიერი, ამიტომ არის პატრიარქთან ახლოს. ეს შემთხვევითი არ არის. ის არის ნამდვილი ქართველი კაცი. და მე ვისურვებდი, ისე როგორც მთელი მისი ოჯახი, ეს არის განსახიერება პატიოსნების, ნიჭიერების, სიხარულის და აი ასეთ სიყვარულით მინდა მოგილოცო ჩემო კარგო ეს არაჩვეულებრივი თარიღი. დიდხანს უნდა იყო ბევრ ფილმებში უნდა მიიღო მონაწილეობა და შენ და თემურმა უკაცრავად ამ დასწრეთ კიდე ერთი კაი. პირველ რიგში უდიდესი რეჟისორია, მაგრამ მსახიობიც არის, კომპოზიტორიც არის, მეგონი პოეტიც არის და მხატვარიც და ყველაფერი, ხო ბატონო, გთხოვ. გუჯას 75 წლის გახდა და მე თვითონ გუჯი 100 წლის გახადოს და სუმაგრა იყო. זה דבר הקיצונה מצנלת, אם תגיע לו, אני לא ברס, אז מה זו הארץ? קרג זה קרג, מוצא סירה זה קצה, אין סירו לקצה, נמוסים לקצה, מרתה לקצה, פשקצה לקצה, ניציה לקצה, אגרית מה, ולכן תירומנית שאלה בעיתו הזה, אני תדמית, הוא ג'וק מלא פסגר סחיר, הרמת בקר הזה,
ცხოვრებაში საუკეთესო ძმა და მეგობარი და ვის მსახიობურ მონაცემებზე მე რა უნდა ვთქვა როცა დაფასებობთ ეთნა სოფლიო მიწის და ეთნა ქვეყანა მიწის საოცრად აი როგორ გითხრათ რა ისეთი ჯანმრთელი ენერგია სატარებდა სცენაზე რომ მარტო მე ვატრაიზოს ან ოპერატორს აი უბრალოდ მუშებსაც ეხმარებოდა თავის რაღაცა კეთილშობილებით კარგ განწყობას და კარგი განწყობა თითქმის ყველაფერი უმეტეს შემთხვევაში რა ვთქვა გუჩი ხმეთი შეგეცვა 1000 წელი ასეთი რეკინოფლეიბა და მაგა ბუდოგი რომელიც თანდათან უნდა გამოსულიყო ჩვენთან და ჩვენი სტუმარი არაჩვეულებრივი რეჟისორი ნიკა ხომასურიძე რომელიც ჰოლივუდში მოღვაწეობს სხვა მეთქვით რამეს შეიძლება მიკროფონთან გამარჯობა პირველ რიგში და დიდი მადლობა აქ მოწვევისთვის ან საპატიო ადამიანებთან ერთად სცენაზე დგომა ჩემთვის დიდი ღირსებაა და ასევე ბატონ გუჯესთან ურთიერთობა როგორც მეგობრული ასევე პროფესიული ძალიან დიდი სიამოვნებაა და დიდი პატივია რომ დღეს პირველად გავამართლეთ უსწავლო სცენაზე და ესეც ძალიან ემოციური ფაქტორი არის და გილოცავ ბატონო გუჯა თქვენ ჩემთვის ხართ ავკოსტე კიდევაც ქართველების ეროვნული სიამაყე ძალიან დიდი მსახიობი და მომღერალი და ჩემს უდიდეს ბედნიერება იყო რომ ჩემს ამ პროექტში თქვენ მიიღეთ მონაწილეობა და სტუდენტურ კლუბში დაუთარმაშენებელი დაუწყებულ მეფეში შოთა რუსტველი და შემდგომ იყო მემხოლოდ ზამბილუა მოხუცი რომელიც არაჩვეულებრივად შედის მის ბოლო ტაძარში და აუცილებლად იქნება ჩვენი მომდევნო პროექტების ძალიან მალე და დიდი მადლობა ყველაფრისთვის რომ ხართ ისეთი რომ სამაგალითო პიროვნება ხართ როგორც პროფესიულად ასევე სამეგობროდ და თქვენი არაჩვეულებრივი ოჯახით მაგალითი ხართ ჩვენი ერის ძალიან დიდი მადლობა მოგესალმებით ძალიან რთულია როცა რეჟისორი ხარ და ასეთი მამა ყავს და ყოველთვის გვერდში მიდგას და დიდი მადლობა მინდა გადაუხადო რა ვიცი ჩემთვის არის მამა ყველაფერი დიდი სიყვარული დიდი ბედნიერება რომ ასეთი მამა ყავს თქვენ ალბათ ნახეთ ჩემს მიერ გაკეთებული ფილმი და არ ვიცი მოგეწოდათ თუ არა კლიპი რომელიც უსვენი დედას და მამას 50 წლიან სიყვარულს და რა ვიცი როცა ასეთი სიყვარულია და ასეთი სათნოება ამის ყველაფრის თავი მამაა და მადლობა მას ბატონ გუჯესა ხალხო მინეზას მაგალითად რა ერთი ფრაზა დავაგზავნე ქალბატონი დალია კულისებში და თხოვა გადმომეცა რომ რუსეთის კინემატოგრაფისტთა კავშირის თავმჯდომარე ბურლაევი დიდი სიყვარულით დიდ მოკითხვას გითხრით მოლოცვებს და ყოველთვის სასურველი სტუმარი ხართ ჩვენთვის და ყოველთვის თქვენ მოლოდიშია რუსეთიო ახლა ბატონი გუჯესა უფროსი ვაჟი მინდა სცენაზე მოვიწვიო ფაქტობრივად დღევანდელი საღამოს ორგანიზატორი სულის ჩამდგმელი ლადო ბურდული ალტერნატიული როკის მამა რა ვიცი რა ვთქვა და ძალიან კარგი ადამიანი რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ამ ოჯახში სხვანაირად არ შეიძლებოდა გთხოვთ ლადო დიდი მადლობა პირველ რიგში იმისთვის რომ მობრძანდით მამაჩემს პატივი ეცით და დიდი მადლობა იმისთვის რომ რაღაც ასეულობის და ღირებულობის თანახმად ქართული სტუდია აღმოაჩნდა მადლობა
Çamuşları ruledi Sağlamım şuydu biz Önce ulaşırdı Rumşen simat beşitha Şıkha İmazemedi Rekretik kalemi kubaboda amaz Şıkha Upu kabili Rekresurum şıkha khabodişna Khabodişna Silzatris khasat khawlat shaguli Chvelos meditat manetis gulis patquis khma Tskhamisut tubomditat manes Surevshi gaeno emotsiur khams Am kholot khas mivkhtiran Ts'uroda anden khams Onkelzo chemu Isi verazdos Shazleben Shektsvalu Shem Silzatris khasat khawlat shaguli Chvelos meditat manetis gulis patquis khmas Tskhamisut utbovdit ertmanets Surevshi gaeno emotsiur khams Tam khodres mivkhtiran Shioda anden khams Om shenelchemu Isi verazdos Shektsuriha Shem
ზიარა ქართულ ცეკვას სამაზრეთა მოგვიანებით მოგახსენებთ ახლა კი ამ სასახლის სახელი როგორ ყველა შეეძლო მისთვის მიამოცა პირველ რიგში ალბათ ქალბატონ ინეზას რომელიც დღემდე მოღვაწეობს მაგრამ უარი განაცხადა ამიტომ პიონერი ფილმის სახელით ეხლა თქვენ სიაში წარდგება ბატონი გრიშა ჩიგოგიძე თავისუფლებთან ერთად ხო და მე დაგითხრათ რომ თქვენ ხელა ზუსტად ჩვენი სასახლე. მაისი გვიქმნება დიდი ესეთი საღამოები, რომელსაც იმედია დაესწრებით. საერთოდ მე დაგითხრათ რომ ლუჯა ჩვენი დიდი მეგობარია და ყველა სასაც ვატარებ სასახლეში ეს პრობლემა. დღეს მე საჩუქრით მოვედი ლუჯა შენთან. ეს ძალიან საყვარელი და კარგი საჩუქარი, ესეთი არის სტუმრები რუსეთიდან. და მინდა რომ ესეთი შეასრულებენ დღეს ყველასათვის საყვარელ სიმღერას, რომელიც თქვენ ბავშვობას მოგვაგონებთ, ეს არის სიმღერა ბრემენელი მუსიკოსებიდან. ესენი არის სტუდიიდან, რომელსაც ხელმძღვანელობს ბატონი ჟური ენცინი, ავტორი სიმღერებისა, რომელიც არის იგივე ჩუნგა ჩანგა და სპეციალურად ჩვენთვის, ჩვენი ანსამბლისათვის, სასახლის მზივრისათვის დაწერა ბურატინო და დღეს აი გამოგვიგზავნა ესეთი ლამაზი ბავშვები. Спасибо, пожалуйста.
Ничего на свете лучше нету, чем таким друзьям покину свету. Тем, кто дружит, не страшны тревоги, нам любые дороги дороги, нам любые дороги дороги. Ла-ла-ла-ла-ла-ла, ла-ла-ла-ла-ла, е-е-е-е. Наша цветочная поляна, наши стены, сосны, великаны, наша крыша, небо голубое, наше счастье жить такой судьбою, наше счастье жить такой судьбою. Ла-ла-ла-ла-ла-ла, ла-ла-ла-ла-ла, ла-ла-ла, е-е-е-е. Мы свое призвание не забудем, смех и радость мы приносим людям. Нам дворцов заманчивые своды не заменят никогда свободы, не заменят никогда свободы. Ла-ла-ла-ла-ла-ла, ла-ла-ла-ла-ла, 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 ла-ла-ла, е-е-е-е-е. ჩემი ინფორმაციით დარბაზშია სასახლის დირექტორი ქალბატონი ქეთრა პეტრიშვილი, მინდა გასმენდესალმოთ დიდი მადლობა გადავხადო. და ახლა ცოტა უფრო დაწვრილებით მინდა მოგიყვეთ. ბატონი გუჯა სწავლობდა ცეკვას ცნობილ სახელოვან ქორეოგრაფთა რომან ჭოხონელიძესთან და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იყო მის ცხოვრებაში, ბატონი გუჯას ცხოვრებაში, თუ პატარა ბიჭუნა ისე ცეკვავდა, რომ ეს იყო პირველი ბავშვი, ვინც ქართული ცეკვა გაიტანა საზღვარგარეთ, ჩემთელი კავშირის ფარგლების და მერე უკვე მის ფარგლებს გარეთაც. სოთიშვილის მაშინდელი განათლების მინისტრი ქალბატონი ნათანა ვასაძე თვალწინები ისიც უნდა დარბაზში იყოს და თუ იქ არ მივესალმოთ. მაშინდე მოიხიბლა ბატონი პატარა გუჯას საოცარი მონაცემებით და მაშინ ეს ქართული გენი დაინახა და გარდა იმისა, რომ თვითონ ბავშვმა მოიარა მსოფლიო, მისი ფოტო თეთრ ჩოხაში თითქმის ყველა ჟურნალისტ და გაზეთის გვერდებს ამშვენებდა. როგორ არ შეიძლება მოუპივარ მიკროფონით. თქვენ მოყოლეთ კი ბატონო. ქალბატონი მათელა, ალბათ მეთქუების უბრალოდ აღმოჩნდით. ესე იგი, ბევრი ბავშვები იყო ასაშენი და ბოლოს მოხდინია. წავედით მოსკოვში. ახლა იქ იყვნენ ბავშვები აზერბაიჯანიდან, სასომხეთიდან, უზბეკეთიდან, ყირგიზეთიდან, ბელორუსიდან, უკრაინიდან და ყველა ბავშვები ერთად ვიყავით და ესე იგი, რაღაცნაირად მოხდა ისე, რომ მე გაფრთხილებული ვიყავი, რომ რამე ცუდი არ გააკეთო, თორე შეიძლება გამოგიშვან უკან. მეც ახლა ვარ ჩემთვის წყნარად, მშვიდად. და ერთი ბაქოელი ბიჭი იყო რა და რაღაც ძალიან უხერხულად იმაშებოდა, იქცეოდა და ნუ კაი ვითმინე და ბოლოს სუფრაზებს ვივართ და გარჩისა დავინახე და ჩავყავი თითი და ამოუსვი ცხვირში. ნუ ეს ამბავი მაგდებდნენ უკვე. უნდა წამოსულიყავი, აღარაფერი აღარ მშევდა, ქალბატონმა ნათელა მიშველა. მისმა დავაჯერებელმა სიყვარულმა ჩემთან უთხრა, რომ ეგ ბავშვი გასახელებთო და მართლაც და ესე იგი რო ჩავედით ბულგარეთში. მანამ გადავიდოდით საზღვარს, მოხდა ეგეთი ინციდენტი, რომ ხანჯალი როგორ შეიძლებაო ხანჯალი აბა მეწყარი აბა ცეკვა მეთქი და ქართული ეს არის მეთქი დამისვარგეს ხანჯალი და პირველი კონცერტია და გავხეხე ეს ჩემი დასვარგული და დავაძრე ხანჯალი და თავზე წერებზე ვწუნავდი და თავზე ვიკნევდი მოკლედ ესე იგი იმდენი სიგელები წამოვიღე
სიმღერისა, ცეკვისა, თუ რამე იყო, ყველაფერში მონაწილეობდი. 100 მეტროზე სირბილში, 200 მეტროზე, ყველა გადახტომაში, გადმოხტომაში, ყველა სიგელები ჩემი იყო, პირველი ადგილები ბულგარელებიც იყო. იმიტომ რომ ბულგარელები იმაშებოდნენ. მათ მოიყვანეს ჩემპიონები თავისი ბულგარეთის და მეორე მე ვიყავი ყოველთვის. ოდა სიგელებით გავავსე მთელი ჩვენი გუნდი. დიდი მადლობა ქალბატონ ნათელა იმ სიყვარულისთვის, რაც მაშინ მომანიშეთ მე და ღმერთმა დაგლოცოთ, გახაროთ და ეხლაც ვიცი რომ ჩემი ფილმები გიხარიათ და მოგწონთ. ქალბატონ ნათელას გაუმარ ჯოს, გაუმარ ჯოს, გაუმარ ჯოს, მიყვარხართ ქალბატონ ნათელა. ქალბატონად მე ძალიან მიყვარს და მეგონი ყველას ვისაც ოდნავ ქონია ამასთან შეხება და მეც ბავშვობაში რა თქმა უნდა ძალიან ბევრი სიკეთე მახსოვს თქვენგან და დიდი მადლობა. შემდეგ უკვე ბატონი გუჯა პროფესიონალი მოცეკვავე გახდა და რამდენიმე წელი სუხიშვილების ანსამბლშიც კი ცეკვავდა და სხვათა შორის შეიძლება ეს ბევრმა არ იცის ბატონმა რეზო ჩხეიძემ ფილმში ჩვენი ეზო აი სადაც გიორგი გახარებული ცეკვავს და როდესაც არის მსხვილი ხედი ფეხების აი ეს გასმა სწორედ ბატონი გუჯას გასმა გადაიღო ასე რომ დუბლორი იყო გიორგი შენგელაიასი და დღეს კი მას მთელი გულით და სულით ულოცავენ მისი ძველი მეგობრები და კოლეგები ეს გახლავთ ბატონები ომარ მხეიძე, თენგიზ უთმელიძე, რეზო ჭანიშვილი, გელოდი ფოცხიშვილი და ქალბატონი ნინო ტურაბელიძე. მიკროფონთან მეგობრებო მიულოცეთ იუბილარს გუჯა გენაცვალე შენ ესე რა ქალბატონებო და ბატონებო დღეს ზეიმი არის იმ ადამიანის რომელმაც უდიდესი სიყვარული ჩაბუდა ყველა ქართველის გულში ეს იშვიათია რომ აი ყველა გამოსვლელი ერთი და იგივე სიძახის ერთი რამ არის რომ როგორ უნდა იცხოვრო ესე აი უნდა რომ ეს ყველას ერთნაირი შეხედულება ქონდეს შენგან. აი მისაბაძე კაცი არის მისი ოჯახი და მისი ცხოვრება. მადლობელი ვარ ჩემი ცხოვრების რომ ამადემენთვის. მე გარდა იმისა რომ ჩვენთან მოვიდა ანსამბლში და იყო ჩვენთან ასო ჩვენ ვიყავით ერთად, მე პირადად მის ოჯახს ვიცნობდით, მის დედას ვიცნობდით, მის მამას ვიცნობდით. აი იმ ოჯახიდან არის წამოსული ეს და სულაც არ მიყვის რომ ესეთია. ბრავო, გენაცვალო ჩემი თავი, იცოცხლე, დიდხანს იცოცხლე ჩვენი ერის საკასული. გთხოვთ ბატონო თენგიზ. ჩემო გუჯა, მოგესალმები. გილოცავთ ევანდელ არაჩვეულებრივ დღეს. მე ძალიან მოკლედ ვიტყვი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი გამოსვლელია. მე საიდან მინდა დავიწყო, მე მახსოვს შენი მოსვლა 18 წლის იყავი 1959 წელს სუხიშვილების ანსამბლში და ჩვენ დავხვდით აქ ომარი და სხვები. შესანიშნავი აღნაგობის ჭაბუკი, მაგრამ რატომაც დიდხანს არ შერჩი სუხიშვილების ანსამბლს და შენ რაღაც გადაიხარე კინემატოგრაფისკენ და ალბათ არ შემსწარხარ და სახეზეა ფაქტი რომ არ შეცდი შენ და ასეთი სახელი და ასეთი სახეები დატოვე ჩვენს კინოში და კიდე ალბათ დატოვებ შენ ხარ ჭეშმარიტი ქრისტიანი ჩემო გუჯა და შენი ცხოვრების წესით ქრისტიანულია შენ ძვირფასი ადამიანი ხარ შენ ცხოვრების წესით შენი ოჯახით შენი ნიჭიერებით შენ ხარ კოლორიტი თბილისის, ჩვენი ქვეყნის და ეს ყველა მიცის შენ რო გაივli თბილისში და რომელიმე სხვა ქალაქში ყველა თვალს გამოგაყოლებს ყველას უყვარხარ ჩემო გუჯა აი ამ ხალხს უყვარხარ და ხო ხედავ რა საზოგადოება მოვიდა და ქეს გიხრის და თავს გიხრის გაიხარე ჩემო კარგო შენ ღირსი ხარ ამ დიდი სიყვარულისა და ყველაზე დიდი ჟილდო შენთვის ალბათ ეს არის გაიხარე კარგად იყავ
მოგესალმებით ხმათ პატივცემულო საზოგადოება, ვინაიდან დროის ფონდი ძალზე ლიმიტირებულია, როგორც ჩვენმა შესანიშნავა ულამაზესმა მშვენიერმა ქალბატონმა ბრძანა, მეც შევეცდები გუჯი ბატონო, ერთი ორი მომენტი გავიხსენო, ის რაც უფალმა მარგუნა, რომ თქვენთან შეხვედრა მქონებოდა. ერთი კინოსახლში თქვენთან შეხვედრა იყო და თქვენ დაიწყეთ ასე, მე მიამაყება რომ დაიბადე საქართველოში. მაბატიეთ, მე მიამაყება რომ ვარ ქართველი, მე მიამაყება რომ ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანიო და ეს შემთხვევა არ გაუშვი ხელიდან და აი ამ სიტყვებთან ერთად სხვასთან ერთად ჩავდევი ეს ყველაფერი ჩემ წინში ქართული ცეკვის ადიდებელი და კიდევ მინდა ერთი მომენტი გავიხსენო საქართველოს დასავლეთიდან შემოვედით თბილისში და მარჯანიშვილის მოედანთან გადავდიოდით დავით აღმაშენებლის გამზირის ერთი ქუჩიდან ერთი კუთხიდან მეორე კუთხეში იყო საშინელი, აი საშინელი ლამაზი გაგებით ვამბობ ამას საცობი მანქანების მიმოსვლა ფეხით მოსიარულებს არ იყო გასაკანი და დაინახეს რა ბატონი გუჯი იმ წუთას პატრულმა გააჩერა მოძრაობა მანქანების ფეხით გადამსვლელის გადმომსვლელის და გაუხსნა გზა აი ამ დიდ ქართველ დიდ ადამიანს რომლითაც ამაყობ თქვენ ვამაყობ და ამაყობ სრულიად საქართველო. მოგესალმებით ბატონო გუჯა, მე მინდა გისურვო რომ ბედნიერება კიდე კარგი, ცეკვას არ გაყევი, ცეკვა შენის მშვენიერად ცეკვავდი, მაგრამ ცეკვა ეს ურთულესი ხელოვნება მე რაღაც აღტკივდებოდა. თქვენ უფრო გჭირდებოდი ჩვენ კინოში, თქვენ ქართული კინოს დავით აღმაშენებელი ხართ. მე შემიძლია გითხრათ ეს თქვენ შექმნით საოცრად მაგარი საკები, ქართველი მამაკაცის კულტი. გუჯა გისურვე ბედნიერება, ჯანმრთელობა და რაც თავარია, მთელი ოჯახი ხელოვანი ხარ. აი რა გააკეთეთ თქვენ. საქართველოს არა მარტო გუჯა ბურდული ყავთ, არამედ მისი ოჯახი, საოცარი ხალხი, შვილები, მეუღლე და ასე და ესე. გაიხაროთ თქვენმა დინასტიამ. ეხლა ისე არ გაგიშვებთ, ვიცი ბატონმა ომარმა რაღა დროს ეგარიო, მაგრამ თუ შეიძლება ფონოგრამა ჩართეთ რა. პატარა სიურპრიზი გვაქვს ბატონო გუჯასთვის. Bravo!